დღეს 14 ოქტომბერია, სვეტიცხოვლობა გილოცავთ ყველას. დღეს საქართველო იხსენებს ტაძარს, რომელიც ითვლება ქართველი ერის სულიერ და კულტურულ სიმბოლოდ. არსებობს ლეგენდა ამ ტაძართან დაკავშირებით. მოციქულმა ელიოზმა იერუსალიმიდან მოიტანა იესოს კვართი. ეს კვართი მცხეთაში მოხვდა, სადაც მას ხელი მოჰკიდა სოდონიამ. ქალი იმ წამსვე გარდაიცვალა სიწმინდის შეხებით. მისი საფლავიდან ამოიზარდა სასწაულმოქმედი სვეტი, რომელიც თურმეთაში იწეოდა და სასწაულებს ახდენდა. სწორედ ამ სვეტზე აშენდა ტაძარი, ამიტომ ეწოდა სვეტიცხოველი, ანუ სვეტი, რომელმაც სიცოცხლე მოიტანა. სწორედ ამ ტაძარს მიუძღვნა ქართულმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ დიდოსტატის კონსტანტინის მარჯვენა, ბევრი ქართველისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქართული ნაწარმოები. ხალხში დამკვიდრდა და წარმოდგენა, რომ დიდოსტატის მარჯვენის ავტორი რაღაც ზებუნებრივ ძალას ატარებდა. რომანში გიორგი მეფე განასახიერებს ადამიანს, რომლისთვისაც სახელმწიფოს დამოკიდებულება უპირველესია. ამიტომაც ებრძვის ასე ბიზანტიას. სვეტიცხოვლის და გიორგის ბედიც რაღაცნაირად ერთმანეთს გადაეჯაჭვა, რადგან სწორედ გიორგის მეფობის დროს აშენდა ის იმ ფორმით, როგორადაც დღემდე მოაღწია. თუმცა მრავალგზის დაინგრა და რესტავრირდა. საგულისხმოა ისიც, რომ მაშინდელ საქართველოს არც მატერიალური და არც პოლიტიკური ძალა არ ჰქონდა საიმისოდ, რომ ასეთი ტაძარი აიგო. მაგრამ გიორგი პირველი მაინც ამ ტაძრის აგებას ანიჭებდა უპირატესობას და არა ციხესიმაგრეების, რადგან ეს ტაძარი გიორგი მეფის ეპოქაში მომავლის სიმბოლო იყო. წიგნი არის დიდოსტატის კონსტანტინე არსაკიძის და შორენა კოლონკელიძის სიყვარულზე. მათი სიყვარული არ არის მხოლოდ ორი ადამიანის გზნობა. ეს არის სულიერი ბრძოლა ადამიანსა და ღმერთს შორის, ხორცსა და სულს შორის, სიყვარულსა და მოვალეობას შორის. შორენა მარადიული სილამაზის და ცდუნების სახეა. არსაკიძე შემოქმედი, რომელიც ამ სილამაზეში ღმერთს ეძებს. ინტერნეტში შემოქმნა კონსტანტინე გამსახურდიას მნიშვნელოვანი წინადადებები ამ ნაწარმოებიდან. ეს ცხოვრება არც ისე მრუდე წარუმართავს, არც დაგანგებელს. ყველაფერი იმისთვის შეემთხვა ამ მიწაზე კაცრათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს. ხელოვნებაა თვით უკვდავება, მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი. ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველიოს, მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი. ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასდროს გახდება ოსტატი. ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეხურებს პირში. ბუნების წესია ასეთი, მახინჯი ლამასთან ყოფნას მიოლტვის მუდამ, მანკიერი უმანკოსთან. ლეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი მდუმარეს, ხოლო ლაჩარი გმირს. ნაწარმოების ბოლო მონაკვეთი ესე სრულდება. ბოლოს მოაწია რეჟრაჟმა ატყდა ნათლის ლითლიცი გარეთ, ყაყაჩოები დაათოვა მწვერვალებს სამ, იფრქვეოდა ისფერი შუქი როგორც ჩქერალები ფხოვის მთებიდან. შორენა ჩამოვიდა კედლიდან, ხატაური ფარჩის კაბა ეცვა შავი, ოქროსფერი თმები გადმოღრულიყვნენ მხრებზე. მოდიოდა ყაყაჩოების ველზე თავთუხის თაველებს ესრო დაუტას, ყაყაჩოებსა და თავთუხის თაველებს. დაუჩოქა სამგზის სანატრელმა, სთხოვა დიდოსტატს სული. ცრემლა იწვიმა კონსტანტინოს თვალთაგან, მაგრამ ერთ საყვარელს მისცა მანსული, რადგან სვეტიცხოვლისთვის შეეწირა იგი. უთენია ჩამოვიდა ფხოვიდან დედა, როცა მორიელებისგან დაკმენილი შვილი დაინახა, გაქვავდა თურმე. 1000 წელს იწვიმა და იქუხა იმ დღიდან საქართველოს თავზე, 1000 წელს იგორა ქვედაქცეულმა სულმა. ჩემს სიყრმეშიაც მინახავს კაცის სიმაღლე ლოდი, რომლის გამოც აგრე ამბობდნენ მცხეთაში, კონსტანტინე არსაკიძის დედაო გაქვავებული. მანდილიან მხოლოდიაც მიაგავდა ეს ლოდი მართლაც. შაშანაც ნახე ძველ სასაფლაოზე მცხეთაში. წრეულსაც მოვიკითხა ესე მითხრას მშენებლობაზე წაი. მას შემდეგ არ მიძებნია იგი, რადგან ამასობაში უკვე დავასწარი მშენებლობის გენიას და ქვაში ჩაკერული საიდუმლო განვაცხადი სიტყვაში. ტფილისი 1929 წელი.